იმედისპირა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ყოველწლიურად ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩვენს ქვეყანაში 40-60 ადამიანს სჭირდება. ამ ადამიანების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს, რომ ეს ურთულესი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაცია საზღვარგარეთ გაიკეთოს. სამწუხაროდ მათი უმეტესობა სახსრების არარსებობის გამო იღუპება. რა მოხდა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში? იმედის კვირის ექსკლუზივი. ბათუმში მეგრელიშვილების ოჯახმა ერთი შვილის გადასარჩენად საკუთარი სურვილით მეორე აბსოლუტურად ჯანმრთელი შვილი სასიკვდილო რისკის ქვეშ დააყენა. მოდით ნახოთ რეპორტაჟი სიცოცხლის სასწორი. ნატა ქაჯაიასი ეს სიუჟეტი. ვახო 27 წლის დონორი. ტატიანა 30 წლის რეციპიენტი. ვახო ტატიანას ძმა. ტატიანას ღვიძლის ციროზი აქვს და ის 6 თვეში დაიღუპება. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი 2014 წლის 14 დეკემბერი. ოპერაციამდე 1 დღით ადრე. ზუსტად 1 წლის წინ ტატიანას ისრაელში ექიმებმა 18 თვის სიცოცხლე უწინეს წარმეტყველეს. 18 თვიდან 12 უკვე გასულია. დარჩენილია სიცოცხლის 6 თვე და გადარჩენის ერთადერთი გზა ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ამ ოპერაციის საფასური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო ბაზარზე $100,000-დან $200,000-მდე მერყეობს. ეს ქირურგიული манипуляცია თავისი სირთულით 10 ყველაზე რთული ოპერაციის ჩამონათვალში შედის და თანხის გარდა რეციპიენტმა ხშირ შემთხვევაში დონორიც უნდა მოძებნოს. ამის გარდა წინ გრძელი რიგია, რომელმაც შეიძლება უბრალოდ ვეღარ მოგისწროს. ჩემი ძმა მithქვა მე გავაკეთებოდა. ძალიან დიდ რისკზე წავიდა ჩემი ძმა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ეს რისკი დაფასდეს რა და შემძლო ცხოვრება. მეგრელიშვილების ოჯახი და თავად ტატიანაც გარდაცვალებას უკვე შეგუებულია. ზუსტად 1 წლის წინ იცოდნენ, რომ ამ თანხას ისინი ვერასდროს მოიძიებდნენ და შესაბამისად ნელ-ნელა დადგებოდა ყველაზე მძიმე დასასრული. დავწუნდი რომ ჩემს სიკეცხვა ამას არ გააკეთებ და აღარ მიფიქრია. მე ცოტა ადრე მომიწევს გაღვიძება და პირველ რიგში მოვიკითხავ ჩემი და როგორ არის უმეტყვე რომ ყველაფერი კარგად და მე ვიქნები რაღაცა აუღწერელი სიხარულით სავსეა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტისთვის მზადება სამედიცინო კორპორაცია EVEX-მა 2 წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ამ პროექტის განსახორციელებლად $700,000 დახარჯა. ქართველი ექიმების დიდი ჯგუფი მსოფლიოს 4 ქვეყანაში გადამზადდა. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი კი აღიჭურვა სპეციალური სამედიცინო აპარატურით, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციისთვის აუცილებელია. მე მჯერა რომ ეს დარგი რეალურად ერთ წლის თავზე იქნება ქვეყნისთვის სამედიცინო ტურიზმის განვითარების მამოძრავებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. საქართველოში ოპერაცია იმერყევს დაახლოებით $50,000-$55,000 ფარგლებში. ტატიანა პირველი პაციენტია. მისი დაავადების სირთულისა და ასაკის გათვალისწინებით მისთვის ეს ძვირადღირებული ოპერაცია საჩუქარია. ხსნის ერთ-ერთი გზა არის ეს ჩემთვის დღეს. ხოცა მე არ წარმოიდგინეთ რაოდენ რთულია მორალურად და ფიზიკურად ჩემთვის როცა უკვე ვიცი რომ ხვალ უკვე ორივე დანის ქვეშ იქნებიან. ეს ოპერაცია მთელს მსოფლიოში დიდი რისკის მატარებელია. ოფიციალური სტატისტიკით ღვიძლის ცოცხალი დონაციის შემთხვევათა 5%-ში იღუპება დონორი და 20-25%-ში თავად რეციპიენტიც. ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ღვიძლის ცოცხალი დონაცია არ ხორციელდება. სამი წლის წინ Fox News ძმები არნოლდების შესახებ გასულმა რეპორტაჟმა ამერიკაში ძალიან ბევრი ამერიკელი დააფიქრა ცოცხალი დონაციის ავკარგიანობაზე. საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად დაიღუპა 34 წლის დონორი და გადარჩა მისი ძმა, რეციპიენტი 38 წლის ჩედ არნოლდი. მეგრელიშვილებს 2 შვილი ყავთ და ორივე მათგანი ხვალ 20 საათის განმავლობაში საოპერაციო დანის და სტატისტიკით გამყარებული სამედიცინო რისკების ქვეშ აღმოჩნდება. ყველაფერს კონტრაქტზე ხელმოწერა ასრულებს, სადაც წერია, რომ ოპერაციის შედეგად აბსოლუტურად ჯანმრთელი დონორიც კი შეიძლება დაიღუპოს. სახელი, გვარი, თარიღი და ხელმოწერა.
ოპერაცია დილის 7 საათზე დაიწყო. ექიმებისთვის მსგავსი შემთხვევების დროს უპირატესი დონორის ჯანმრთელობა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ვახოს საოპერაციო მაგიდისკენაა მიმართული. მან ტატიანას საკუთარი ღვიძლის 60% უნდა მისცეს და მხოლოდ 40% დაიტოვოს. საოპერაციო ბლოკში დრო მალე გადის. გარეთ კი ეს დრო ახლობლებისთვის ისე იწელება, რომ დროის დადგენილ მონაკვეთებში ვერ ჯდება. ნერვიულობა ოპერაციის დაწყებიდან 10 საათის შემდეგ პიკს აღწევს. ძალიან ცუდ დღეში. ძალიან. თამაშობაგებიც. ვიცი არაფერს თამაში. ორივე ჩემი ერთიც და მეც. პირველად ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია 20 საათს გაგრძელდა და მასში 20-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 15 დღის შემდეგ, 2014 წლის 31 დეკემბერი. რო გავიღვიძე პირველად ვაიმე გავიღვიძე მეთქი ვიყვიდე და მეტი არ მახსოვს ანუ არაფერი რა და შემდეგი კითხვა დავსვი ანუ ჩემ დაზე დავსვი შეკითხვა სადაა მეთქი ვიკითხე თუ არ ვწდები რა ზუსტად დეტალურად არ მახსოვს ოპერაციიდან გავიდა 1 თვე. ჩამწერი ადამიანის სახეს მიიღო. ერთი თვის თავზე ვახოს ღვიძლი გაიზარდა და ის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს 5 თვეში დაუბრუნდება. ტატიანაც თავს კარგად გრძნობს და სიკვდილის აჩრდილთან ერთად ცხოვრებაც დასრულდა. ამ ისტორიის ბედნიერი დასასრული ბათუმში თითქმის ყველა მიცის. იციან ქართულ სამედიცინო წრეებშიც და ქართველი ექიმების წარმატების შესახებ სტატიები დაიწერა უცხოურ პრესაშიც. ბათუმიდან თბილისისკენ მომავალმა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მატარებელში ერთი ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ. მზად არიან თუ არა ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომ სხვისი სიცოცხლის, ან თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანის გადასარჩენად თავი გასწირონ და გახდნენ დონორები. რა თქმა უნდა, ეს ალბათ უფრო პირველადი გაუცნობიერებელი ემოციის შედეგია, თუმცა ძალიან თვალშისაცემი და პოზიტიური. მეც გადაგარჩენ. ამ ისტორიამ ბედნიერი დასასრულით მთელი მატარებლის ვაგონი მოიცვა. ძნელი სათქმელია არის თუ არა ვახო გმირი, რომელმაც საკუთარ დას სიცოცხლე აჩუქა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ვაგონის ნამდვილ აპლოდისმენტებს იმსახურებს. არა მარტო ერთი ვაგონის, ალბათ მთელი სტუდიის, მთელი საქართველოს აპლოდმაშანსე მე სტუდიაში მინდა დავპატიჟო. ვახო მეგრელიშვილი, დონორი, ტატიანა მეგრელიშვილი, პაციენტი, ვანო ბოკერია, დონაციის პროექტის ხელმძღვანელი, კახა ქაშიბაძე, ქირურგი, სოფო ბერიძე, კურნალი ექიმი და ხოლმე აპლოდისმენტების ფონზე. ბრავო! დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. კარგაობა ფორკელიკება ჩამოყალიბდა. მადლობა შემოგზავნე, დაბრძანდი და პირველ რიგში მე არ შემიძლია არ კითხო თქვენ. მე მესმის რომ ემოციურ ფონზე გადაწყვეტილება მიიღეთ უმალ, რომ დაგადავარჩინო, ხელი მოაწერეთ ხელშეკრულება, სადაც ეწერა რომ მე შეიძლება ჩემი სიცოცხლის გამოვესალმო. როგორი იყო ის პერიოდი, სანამ დაწაკით საოპერაციო მაგიდაზე? იყო მომენტი, როცა გაქცევა გინდოდათ და უარის თქმა ამ ყველაფერზე? იყო? გაიქეცი და დაგაბრუნეს თუ ბრძოლა? არ გავქცეულა, ნუ ფიქრები იყო მაგას. ალბათ ძალიან რთული დიახ. ანუ ბოლო მომენტი როცა ანუ აფუსფუს და საავადმყოფო და ან ფაქტის წინაშე დავდექი, ნუ გავიფიქრე მაგაზე. არა, აუცილებლად მე მგონი ეს ადამიანურია, ძმა, რომელმაც სიცოცხლის რისკად ამოიღო ღვიძლის 60% და გადმოგინერგათ თქვენ. როგორი გზნობაა ეს? რომ აღარ ხარ თავად? ძალიან ბედნიერი ვარ, ავად არ ვარ და განვიკურნე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი ძმის. არა მარტო ძმის, მე მგონია იმ ადამიანების კიდევ, რომელიც არა, არა, პირველ რიგში მერი მართლა არის ის, ძალიან დიდი რისკი წავიდა. ღვიძლი ძმა არის და ღვიძლი დაძმა. ნამდვილი ღვიძლი. ღვიძლი დაძმა, როგორც იწვია ხოლმე. აი, რატო ქვია თურმე ღვიძლი ძმა? ხედავ შენ სად იღებს ამას? ექიმებს მინდა ვკითხო, ეს აპრობირებული ოპერაცია მსოფლიოში თუ დიდხანს აკეთებენ თუ ეს რაღაც სიახლეა ნოუ-ჰაუა რაღაც ახალი? არა, აპრობირებულია დასავლეთის ქვეყნებში, აზიის ქვეყნებში, სადაც განვითარებულია ეს ტრანსპლანტოლოგია ღვიძლის, ეს აპრობირებული მეთოდია და 10,000-ობით ადამიანი ამის შედეგად ცხოვრობს
ცოცხლობს და საქართველოში რამდენად არის ეს აპრობირებული? საქართველოში ეს პირველი წარმატებული შემთხვევა იყო, რომელიც ჩატარდა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრი პაციენტი გეყოლებათ, თან თუ გავითვალისწინებთ ფას. 3-ჯერ 4-ჯერ ძვირი ღირს, რომ ამდაგვარი ოპერაცია გაიკეთოს ადამიანმა, თქვათ ევროპაში, ამერიკაში და წლები ელოდებიან თუნდაც დონორს. ეხლა გვაქვს საშუალება, რომ 55,000 შილება არ არის პატარა თანხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქვე ჩვენ ქვეყანაში ადამიანმა გაიკეთოს ოპერაცია თუ კი იშოვის დონორს. დაგეთანხმებით, ფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიახ. და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ეხლა ამ ასე ვთქვათ სერვისის მიწოდება პაციენტებისთვის ამ ტიპის დახმარების აღმოჩენა და რა თქმა უნდა ფასიც ისეთია, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისთვის, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჯერ არა გვაქვს საქართველოში არ არის საშუალება, რომ იმ მოცულობით ვაწარმოოთ ეს, რაც არის საჭიროება. ეს დონორებზეა დამოკიდებული? არ არის ეს დონორებზე დამოკიდებული, სისტემის შექმნა ეხლა დაიწყო, ეს იყო წარმატებული სისტემა, რომელმაც კარგი შედეგი გამოიღო, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ ყოველ ჯერზე გვჭირდება დახმარება სხვა ქვეყნის გარკვეული სპეციალისტების, კერძოდ ქირურგის, ანესთეზიოლოგის და ასე შემდეგ. ნუ რატომ აქ ყავს არჩეულებრივი ქირურგი ბატონი კახა, რომელმაც თავის თავზე აიღო უნიკალური ოპერაცია ძალიან დიდ რისკის ქვეშ, რომ შეიძლება ორივე პაციენტი უბრალოდ არ გადარჩენილიყო. ბატონო კახა, დიახ, ალბათ თქვენს ნერვიულობდით ცხადია, როგორც დონორი ამ შემთხვევაში და რამდენიმეჯერ გაქცევა უნდოდა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ოპერაცია გეთანხმებით ძალიან მძიმეა. და ბუნებრივია. არა მარტო ამ ოპერაციაზე, ყველა ოპერაციაზე ადამიანს აქვს შიში. და ეს აბსოლუტურად ლოგიკური შიშია. მხოლოდ გონება სულს შეუძლია არ ეშინოდეს. ყველა ოპერაციას აქვს თავისი რისკი, არ არსებობს ბუნებაში ოპერაცია, რომელსაც არ კონდეს გართულების რისკი. არ კონდეს სიკვდილის რისკი და არ კონდეს გართულების. როგორც ვიცი შეიძლება ვწდები. მე გეტყვით მაშინ სოფლიო სტატისტიკას დონორის შემთხვევაში ეს არის 0.1% გარდაცვალება. დიახ. რაც შეეხება რეციპიენტის გამომდინარე რეციპიენტის სიმძიმისგან დაახლოებით 10-15%. ხალბატონი ტატიანა, როგორც ვიცი, ბავშვობიდან ავადმყოფობს ხომ და მისი მდგომარეობა იყო ფაქტობრივად ძალიან მძიმე. რამდენი პროცენტი ქონდა მას, რომ გადარჩენილი იყო ცოცხლა და როგორ უნდა გააგრძელოს მან ცხოვრება, როდესაც აბსოლუტურად უცხო ღვიძლი აქვს ახლა? ტატიანა იყო ტერმინოლოგიის ტერმინალური უკმარისობით შეფასებული იყო შესაბამისი კრიტერიუმებით და მნიშვნელოვანია, რომ წინა საოპერაციო პერიოდში ხდებოდა მასთან მუდმივად მისი ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ იქნებოდა მისი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ. ცხადია, უწევს მას გარკვეულ რეჟიმთან შეგუება, თუმცა ის ძალიან კარგად მოდის თანამშრომლობას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო. და ამ რეჟიმით ჩვენ ვიმედოვნებ და მხოლოდ ესეთი კომპლექსური მიდგომით, როგორც პროექტი განხორციელდა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები მხოლოდ ესეთი კომპლექსური მიდგომით, იმიტომ რომ ნებისმიერი კლინიკური დევიაცია, რაც ხდებოდა, იხილებოდა ჯგუფის მიერ, არა მხოლოდ ქართველი კოლეგების მიერ, რომელთაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. არამედ ენთუზიაზმით გვეხმარებოდნენ ჩვენი ევროპელი და აზიელი კოლეგებიც. და დიდი მადლობა, მას ალბათ ძალიან ბევრი მაყურებელს აქვს კითხვა დონორის შემთხვევაში, მას 60% დათმო ღვიძლის რეგენერაციის უნარი აქვს ხომ ღვიძლს, მას გაეზდება ისევ იგივე მოცულობის ღვიძლი, თუ მასაც მოუწევს რაღაც კონკრეტული რეჟიმი ცხოვრება. მარტივად რო თქვენთვის ეს მარტივენაზე დიახ გასაგები შეიძლება ერთ შეხედვით 60%, რომელსაც თმობს დონორი რეციპიენტისთვის არის დიდი. იმიტომ რომ რეციპიენტი სრულად კარგავს ღვიძლს, ჩვენ სრულად ვიღებთ მის ღვიძლს და 60% მას ჭირდება იმისთვის, რომ პოსტოპერაციული პერიოდი გადაიტანოს, ხოლო რაც შეეხება დონორს, მისთვის 25%-იც საკმარისია აბსოლუტურად სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მაგრამ 40-დან 35%-მდე ეს არის დასაშვების ზღვარი, რომლის ქვემოთ ჩვენ უკვე ოპერაციას აღარ ვაკეთებთ. თუ ეს ანატომიაზეა ღვიძლის დამოკიდებული, თუ შუაზე გაჭრის დროს ის გაიყო უფრო ნაკლებ წილად, მაშინ დონორს
ეგრეთ წოდებულად აი დონორის ჩამოწერა ხდება, მას არ უკეთებთ ოპერაციას და უკვე ვეძებთ სხვა დონორს. ნუ არ ვიცი, მე ერთი ვიცი რომ რეალური საშუალება აქვს ქართველ საქართველოს მოქალაქეებს რომ აქვე ჩვენთან გაიკეთონ ამ არჩეულებრივ გუნდთან ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასე რომ მიენდეთ ამ არჩეულებრივ გუნდს ორი ჯანმრთელი ცოცხალი ადამიანი, ერთი რომელმაც გასვა ღვიძლი და მეორე რომელმაც გააგრძელა ასე ბედნიერად ცხოვრება. დიდი მადლობა მოგზაურობთ.